მარიკა ვინმე რუსს არ იცნო? მაგ ჭირს ირაკლი რა რუსი? რუსი მინდა მარიკა. რუსი მჭირდება სასტრაფოდ. ამ ხელა გაეროს მისია გააგდო საქართველოსთან და დათოს ვერ მოუხდა. ირაკლი რა, ხო იცი რომ გეთამაშება რა. რატო გეშლება შენ ნერვები? ვინ მეთამაშება? დათო მეთამაშება? და მე ვისვიდე მეთამაშე, ვის? ვისვიდე სადავალო, დედიკოს მუცელში ვარო? აქა ვარო პატარა ბარსელონაო? მე რა უნდა ვქნაო, კაცო, მოედანზე როდის უნდა გამოვიდეო? ლაო, როდის? ბალეო, ვისი თამაშება? თავის ბიჭო? რაო? ნახე რა თქვა დათობიძიამ, თავის ბიჭო, ნეტა რისი თხოვნა უნდა დათობიძიას, რისი და მამაშენის ახალი პერანგისო, არ გათხოვებსო, უნდა მათხოვსო, თორემ ირაკლი დღეს მაქვს სკოლაში პეცსაბჭო და დირექტორი ისედაც ცუდი თვალით მიყურებსო და გამაგდებსო. დირექტორი იყო შენ გამოფენაზეო? არაო. მაშინ არ გაგაგდებს მიდეშინიაო. ირაკლი რა, კარგი რა. გეუბნების გამაგდებენ სკოლიდან შეკრე ხუმრობ და ბუზუ. დათო, მე არ მგონია, რომ შენი სკოლიდან გაშვება დირექტორის დონეზე წლებოდეს. აბა, ეგ უფრო მაღლა დათო, იქ გადაწყდებოდა კვარამიასთან. კარგი დათო რა. აი წინასწარ რატო ნერვიულობ? იმ პეცსაბჭოზე შეიძლება დაგაწინაურო კიდეც. მართლა? აბა? რა, მე სრულებითაც არ გამიკვირდება დათო, შენ რო დღეს დაგაწინაურონ იქ პეცსაბჭოზე და გადაგიყვანონ დარაჯატები. კარგი რა ირაკლი რა, კარგი რა. ის და გული მაგრახეთ გადა. უთხარი რა მარიკა რა მე რა. დათო, კარგი, ხამაღლა ნუყვირი ბავშვი არ შეაშინო. ანუ ჩუმად როგორ მიყვირო? დათო. იმ პეცსაბჭოზე ისედაც იქნებიან ის ქიმიის და ისტორიის მასწავლებლები, მე და ლაშა რო დაგვათვლის. წესით უნდა იყვნენ. უნდა იყვნენ. კი, მოგისმინე? რა. თუ გინდა რომ ჩემი პერანგები გათხოვო კიდე, იმათ ეტყვი. ირაკლი 3 დღის უძიდარი იყო თქო. 3 დღეს ზედიზედ ოპერაციებზე იდგა და იმიტომ დაათვლეთ 100 ადგილად თქო. გასაგებია? მე ლაშაზე რა უთხრა? ლაშაზე რაც გინდა ის უთხრა. ლაშაზე რა უთხარი ცა? ალო? ხო გოგი? კარგად გოგი, შენ როგორ ხარ?
არა, არც დაბადებას, არც ნათლობას, არც ქორწილს არ გამოგაპარებთ. ხო. არა, როგორ არა საფრთხეა კი. კი, მოიცადე აბა. გოგი. ალო, ხო გოგი. როგორ ხარ? მადლობა, კარგად მეც. გოგი, რა ხდება? ჰა? ხათუნას სამსახურის ამბავი შენი გოგოსი. გოგი? ხათუნას ხატვა შეუძლია? რა ხდება და დღეს შეიძლება სკოლაში ხატვის მასწავლებლების ადგილი გათავისუფლდეს? ნუ მთასავ რა ეხა? ტელევიზიაში უნდა? კარგი. გოგი, ანანო ხო იცი შენ? ჩვენი მეგობარი როა, ხო? აი ეს გადაცემა, ხო, შემოხვედრე, მაინც ტელევიზია, გოგი, მე რა ვიცი რა ხდება იქ ტელევიზიაში. ხო და შეხვდება აუხსნის გზაზე და აყენებს ეთქვის რომ იქ მიდი, აქ მოდი რაღაც რედაქცია, რაღაც მოვიდეს ხათუნას უთხარი 8 საათზე ჩემთან მოვიდეს. ხო? კარგი. მადლობა გოგი, მადლობა. მარიკა, რა გოგი, რა და გოგო ხათუნა. ხათუნა, როგორ არა საყარელი. რამდენი ხანი არ მინახია. გახსოვს ამას, უჩიჩილებდი 2 წელი? გოგის გოგო ხათუნა, გაგაცნობ, შეგახვედრებ. არაჩვეულებრივი გოგოა, ეს კიდე დადიოდა დაშტერებული 2 წელი. ანანო. დადიოდა. მე დამთავრდა ეს ანანო და მე ჰაეროვან. არა, ხო კაი გოგოა. შვენიერი გოგოა, ხო და რაღაც მუშაობის დაწყება უნდაო და მოვიდეს მეთქი ანანო შევახვედრებ და აყენებს სწორგზაზე, ასე რომ დღეს საღამოს მოვა ჩვენთან გოგის გოგო ხათუნა. მე? ჰა? არაფერი, ფეხი მომარტყა, წავალმე წამოწვევი, ხო? გამისკა დარაგული რა მარიკა რა. აი? ხედა. მარიკას მარტო დატოვება უკვე არ შეიძლება სახში. დღე-დღეზე შეიძლება იმშობიაროს. ხანდახან როგორ მოვაცებ ხოლმე ეს პროფესორი კაცი რა. ეხლა მივხვდი რომ მარიკას დატოვება შეიძლება მარტო. მე ამას ამდენი ხანია მივიდო მან მივდივარ აქედან თორე ეს წუთი უკვე ჩემი ბრალია რომ გასწავლე რა. სალამე. ვინ არის ბიჭი? აი ყვავილები მიც მოგართვა. რა ვიცი, ერთი ამეპრანჭება. ისე სიმპათიური ბიჭია. ხო რა ვიცი, რაღაცით გავს სანდროს. ამჯობო. სანდრო. სანდრო, გარეთ ხელა? რა ვიცი. რა იცი, 35 გრადუსია დღეს გამოცხადებული. ნუ თუ 35 გრადუსია გამოცხადებული, მაშინ ცხელი. რა გჭირს, რაღაც მოწყენილი ხო? რა ვიცი. რა მოხდა? მაიას დავშორდი. რა? მაიას დაშორდი? სანდრო, რატო? რა, ბიკი არ მიიღო? აი, რა თქმა უნდა, არა, რას მეუბნება? მე უცნაური ადამიანი ხარ. მე ვარ უცნაური ადამიანი? და ისო, შენიო ვერ გავიგეო. შეიძლება მე ვერ გამიგო ადამიანმა? არა, სანდრო, შენ კუმ გაგიგო და მაიამ როგორ ვერ გაგიგო არა? მეც ეგარ უთხარი? ხო, სანდრო. ესე იგი შენ მაიას ცოლად აღარ. აღარ. თიკა ეს შენი იყოს. სანდრო, ნაკინი ხო მინდა? მინდა. კი, რომელი ვანილის თუ შოკოლადის თუ ორივე ერთად რო? რა მნიშვნელობა აქვს ცივი იყოს თავარი? ხო, გახსოვს. მე უნდა წავიდე მალე. სვა? ჩემო ძმამ რო დამირეკა. ბაბუა ჩემის ძმა გარდაიცვალა. აუ. სიმამრი? სიმამრი არა. მაზლი. არა, სანდრო, არც მაზლი და არც ქვისლი. ბაბუა ჩემის ძმა. არა, ისე დიდი ხანია მე არ მინახავს. საერთოდ ძალიან დიდი ხანია საზღვარგარეთ ცხოვრობდა. საზღვარგარეთ სად თიკა? საზღვარგარეთ სად და შვეიცარიაში. თიკა, შენ შვეიცარიელი ხარ? არა,
შვეიცარიაში რა უნდა და? რა ვიცი, მე როგორც ვიცი, ევროპაში დარჩა ომის მერე და მაგის მერე აღარც ჩამოსულა. მე არც ვიცნობ კარგად, სადაც ციურიხთან ახლოს ცხოვრობს. რომელ ქალაქში? მე არ ვიცი, მე მგონი ჩემო ძმამაც არ იცის. მაგრამ შენ თუ გაინტერესებს, სალომე, თამარს დაურეკე და იმას აუცილებლად ეცოდი. მაგრამ ლონტები რა ამბავს ატეხავენ? რა, ლონტები რასა? რა და გამოცვიდებიან და დაიწყებენ ჩვენ შვეიცარიაში მივდივართ პანაშვიდზე, ყვავილები სად ვიყიდოთ მეტროსთან თუ იტალიაში რა? მოკლედ რაც ეს ლიკა კალახაძე გადავიდა ამ კორპუსიდან ეზოში წესიერი მანქანა აღარ მინახავს შემოსული რა ვიცი დილამშვიდობისა დილამშვიდობისა თამარ როგორ გეძინა? მადლობა არაჩვეულებრივად ისე თამარ ამ ახალ დივანზე ახალი სიზმრები გესიზმრება თუ ისევ ძველი ეს საპატარძლო კაბაში და თეთრ რაშზე ამხედრებული რაინდებია? დილით გამიკონტროლე ახლა თამ, შენ მაღაზიაში ხო ჩაირბენ? აი ჩამოგიწერე რაც უნდა ამოიტანო. ყველაფერი კარგი რა ქეთურა და ეს ლოქო რატო არ ჩადის? შენზე ვზრუნავ თამარ შენზე ვზრუნავ ხო აბა წარმოიდგინე ახლა ამ ხელაწონა ამ სადარბაზოში კიბეებზე რო აირბენს და ჩამოირბებს კედლებს აბზარი არ გაუჩნდება ეს რა არის ხა დილიდან ხუმრობთ არა რა მაინტერესებს თამარ მე სანამ გადმოვიდოდი აქ ვინ ჩადიოდა მაღაზიაში ეხა მე შენ მაღაზე გაგცემ პასუხს აბა სანამ შენ გადმოხვიდოდი ვაჟბატონო მე და ქეთუშა კვირაში ერთხელ ჩავდიოდით მაღაზიაში რაც შენ გადმოხვედი იმის მერე დღეში სამჯერ ესე იგი აი ვაიმე ეს კი მთელი უბანი ამილაპარაკე შენ ჭამაზე რა ლაშარა კარგი რა მერე და არაფერი ილაპარაკონ კი ბატონო ილაპარაკონ თავარია შენ წინა ორცოლსი არ ილაპარაკონ თორმე ჭამაზე კი ბატონო აუ აიმე ქეთუ იცი რა ჭკუაზე დავდექი აი ეს მაცივარი უნდა გადავაგდო მაცივარს რაღაცებში ხლა თამი კარგი მოიცა რატო უნდა გადააგდო ეს მაცივარი ახლა რას ვერჩი და რა დამიშავა იმ მაცივარმა თეთრი ესეც არის და ამ ვაჟბატონშიც ვინახავთ საჭმელს და ის ტყუილად დესწავს ჩვენი აბა რა ჩამოწერე ესე იგი შეხედე ხლა ჩამოწერე სარეცხი ფხვნილისა ეს ხო ამოვიტანე არა დამთავრდა თამი არ ვიცი აი ესე იგი შეხედე აი ეს აქ ყველაფერი მე და აი ეს ლაშას რა არის ეს ყველაფერი ვაჟბატონო მაგრამ მთელი მაღაზია ამოიტანე აქ მაგას ჯობია საწოლი ჩაიტანო და დადგა ყველაფერი ახლოს გექნება ეტე ლუდიც მიაწერე რა თამარ ლუდიც მოუნდა ბიჭს დომინოს ანგარიშო და მათი არ მომიხოლო ხვეწები რა რაღაც თევზი მომინდა და შენ ხო იცი კარგი თევზის არჩევა იცი და იქნებ წამომინდა მე ვიცი აბა შენ რა იცი თევზის არჩევა აჰა მაინც მიუწერია ლუდი რა ვაიმე თამარ მან ცოტა ეხა გაკვირით მივაწერე და კუდი არ ამომიტანე მოდი მე გადაცილებ მოდი გამოდი აქეთ აბა შვიდობი მოკეთე თამრი ვაიმე წავიდა აუ რა ის დამავიწყდა პლასმასის ჯამები უნდა დამეპარებინა და ქეთება მაღაზიაში ჩავიდა ჭხეიძეებთან კი არა აქ მოაწერეთ ხელი აქაც ერთი პირი თქვენთან რჩება და თუ მგონი მარტო თქვენ დარჩით
მობძანდით და მოაწერეთ ხელი ახალ ერთწლიან კონტრაქტს. მე შევი, ხო? აი, მოაწერეთ ხელი. ერთწლიანი. მალოთ, ეხლა. აქაც. ეს ეგზემპლარი თქვენ დარჩება. ის ერთი-ორი წელი ჯობდა, მაგრამ არა, ის. ეს რატო? რას ეკეთებ? სასოლო კურსის შესახებ მონაცემები შემოყავს ბაზაში. ძვირფასო მასწავლებლები. ახალი სასწავლო წლისთვის სკოლაში რამდენიმე სიახლე დაგხვდებათ. ერთი რომ გვეყოლება ახალი სასწავლო ნაწილის გამგე, რომელიც აი წუთი-წუთი შემოგვიერთდება. და კიდევ ერთ თვეში მთავრდება პროგრამა ირმის ნახტომი და მთელ სკოლაში ინტერნეტი იქნება უფასო. მოიცა, ეხლა რა გინდა თქვათ რომ ეხლა მაშინ მე ფულს ვიხდი? ასევე მომავალი წლიდან ძალაში შევა ახალი წესები პედაგოგებისთვის. ვეღარავის ვაპატიებ დაგვიანებას, პროგრამიდან ჩამორჩენას და ბავშვების გაკვეთილებიდან ადრე გაშვებას. ეს რაც შეეხება ალექსიძეს და თქვენ. აი რაც შეგეხებათ თქვენ სადამრიგებლო კლასს. კიდევ ერთხელ მიტინგზე თუ დავინახავთ, სკოლის დატოვება მოგიწევთ. ქალბატონო მარინა, მიტინგზე არ ყოფილა. ლისის ტბაზე ვიყავით. ანუ იმის თქმა გინდათ, რომ CNN-ის ოპერატორი იმიტომ ჩამოვიდა და ობამას გამოსვლა, იმიტომ გაწყვიტეს, რომ მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ ლისის ტბა. მოკლედ ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. გასაგებია? უკაცრავად. ალო? დიახ, კი, აქ ავართ, მობძანდით. ახლა გაგაცნობთ ჩვენი სკოლის ახალ სასწავლო ნაწილს, რომელიც თავის საქმიანობას და მოვალეობის შესრულებას შეუნდება სექტემბრიდან შეუდგება. შეიძლება? მობძანდით, ქალბატონო ლიანა. გამარჯობა. გაიცანით? ჩვენი სკოლის ახალი სასწავლო ნაწილის გამგე ქალბატონი ლიანა. პროფესიით ისტორიკოსი გახლავთ. კოლეგა. სასიამოვნოა. აი. გამაგვიძეთ რა ვინმე რა. და იცი ხვიცავს? მაშინ დამაძინე. რა გჭირს? რუსუდან მეფეს რა სჭირდა? ჯერ ჯალალედინი ვერ მოიშორა. და მერე მონღოლები დაემატნენ. მართალია მაფრთხილებდით ქალბატონო მარინა, რომ ჩვენი სკოლა ერთი დიდი ოჯახია, მაგრამ ამისთან აიდილიას არ ვებოდი. მოგესალმებით ბატონო დავით. გამარჯობა. მე სალამს გიძღვნით. მე ბევრი მსმენია თქვენ შესახებ. მეც ბევრი მსმენია. ჩემი გოგო სულ თქვენზე მელაპარაკება. კარგია გოგო, ყავთ. ესე იგი, პატივცემულო დავით, ჩვენ ისევ ერთად მოგვიწევს მუშაობა. დაბრძანდით ქალბატონო ლიანა. დაბრძანდით. მე ხავე დავამთავრებ და მე ჩვენ დავჩებით სასაუბრო. ძვირფასო პედაგოგებო, ბედნიერ დასვენებას გისურვებთ და 20 აგვისტოს შევიკრიბებით. მე დღეს თუ გადავრჩი, მეც მოვა.
ხო გავიგე, ცივი ლუდი რა გადაირიე, მომაკ, ვიყიდე. კარგი ეხლა. შეჭამატვინი რა. კიდე აბა. ვაიმე ეს რა არის? რაო, ესე იგი ბადა როდემდე აქ ხვალამდე? ხვალამდე შეჭამს ლაშა. კიდე აბა ჩაი აბა ეს ვაიმე დედა ვაიმე მოგეხმარებით ვაიმე მეძებდი და ვერ ვიპოვე. აი ეს ამასაც ვეძებდი. და ხო, გამოდი. ხო. თამარ. ვაიმა. კარგი რა. დამელაპარაკე რა მოგივიდა? ძენ ხშირად დადიხარ აქ? კი, ხშირად დავდივარ. და ყოველთვის ძალიან კმაყოფილი გავდივარ. მაგრამ დღეს როგორი გავალ არ ვიცი. ხო. ესა თამარ, ძალიან გამიხარდა რო გნახე. მეც შემოსული არ ვიყავი რომ მიხაროდა. ისე ძლივს გიპოვე, იცი მეთქი გამასწრო თქო, ხო? რას ნიშნავს ძლივს მიპოვე? ხო? ესე იგი რა, ლაშამ გითხრა? ხო, არა, მე შენთან ამოვედი, იმის ლიფტის ფული ამოგიტანე მომავალი წლის, ხო? ხო, არა მომიტანია და მე შენ სახლში არ იყავი, ლაშამ მითხრა რომ ქვემოთ არისო და მეც ესე იგი ლაშამ გითხრა რა? ლაშამ გითხრა რა? მოიცადე ესე შენიც გამოდი ახლა გამოდი. ჩამოდი და შენ თვითონ წაი. თამარ, როგორი საქმიანი ხარ, რა? იცი, მამა ჩემი ყოველთვის მეუბნებოდა. ისო ბახო, შვილო, ისეთი საქმიანი გოგო უნდა მოიყვანო ცოლადო. ხო. რა კარგი გემოვნება ქონია მამა შენს. და შენ მე არ ეუბნები, ვაიმე მამა ჩემნაირ ბოთეს ვინ გამოყვებაო? ვაიმე რა კარგად გამომივიდანეთ. მიდი ის მაიონეზი მომაწოდე რა, ძალიან მიყვარს, მიდი, მომაწოდე. ეს? ხო. თუ ესე ძალიან გიყვარს, მაშინ ეს ჩემ გას საჩუქრად თავი. ჩემ ვერ ახარ კარგად, ხო იცი? რამდენი პუკი რაც უნდა? 56 ლარი და 80 პეტრის არის. აჰა. ამომალაგებინე ხო მიდი ჯანდა. აჰა. ვაიმე რა. ვაიმე საფულე დამსჩა. სულ შენი და იმ ლოქოს ბრალია რა, მომიშალეთ უკვე ნერვები. კარგი, თამარ, რა პრობლემაა? ადმიდე გაჩერდი რა. გოგონა, ესე პლასტიკური ბარათით ხდება ხო გადახდა თქვენთან? ვაიმე ვერ გაიგე? ბარათითაც ხდება გადახდა. მადლობა, ხო და დღესვე დაგიბრუნე. ხო. წადე. რას მიყურებ, წადი ეხლა, წაიღე, მიდი. ხო და
აი მაგის მერე ვეღარ ჩავდივარ საგარეჯოში. Რაღაც ჩახვა. და უი მართლა ხო ანა სულ ამავიწყდა შენთან საქმე მქონდა მე რა საქმე მქონდა და ჩემი გოგი ხო იცი ჩემი მეგობარი ხო გოგის გოგოს ხათუნას გოგო ყავს ხო ხათუნას უნდა დაწყება მუშაობის ტელევიზიაში ვაი მე საყვარე ხო და მე ვთხოვე რომ მოვიდეს მეთქი ჩემთან საღამოს ხო იქნებ შენც ამოხვიდე იცი რა რომ დაჯდე დაელაპარაკო აუხსნა რა ვიცი მე ხა ტელევიზიაში რა ხდება იქ რედაქციებია ვისთან მივიდეს რაღაცა აუხსნი რა პრობლემაა ირაკლი აბარა აუხსნი ეხლა რა არის ირაკლი ტელევიზიაში მუშაობას განსაკუთრებული მიდგომა ჭირდება იცი აი ტელევიზია როგორი რაღაც არის კარგად მე არა ანანო მე არა ხათუნას აუხსენი საღამოს მოვარ 8 საათზე ჩემთან ვაიმე ირაკლი რამდენი ხანია ხათუნა არ მინახავს ალბათ საუკუნე იქნება ვაიმე იცილაშიკო რა გოგოა ხათუნა ვაიმე მორიდებული ჯერა ეთება არა ლაშიკო შენ არ იცი თორემ ესე ნამდვილად არ იტყოდი აი ირაკლის კითხე უთქმელი რას მერწმე ლუდი თიკა ჩამოხვედი შვეიცარიიდან რა პრობლემაა ვერ გავიგე სანდრო აქვეა შვეიცარია თიკა ისეთი დაბნეული ვარ რა თიკა ძალიან უცნაური რაღაც უნდა გითხრა ვაიმე გითხარი თიკუნა აქ ავარ ყველანი შენი მეგობრები შენი კარის მეზობლები შენი კარგი ადამიანები აკადი ადამიანს თიკა ეხა ისეთი უცნაური რა უნდა გითხრა შენ რასაც სანდრო ლაპარაკობს მომისმინეთ ხო ბაბუა ჩემის ძმა ხო გარდაიცვალა გვეწინა ბაბუა ჩემის ძმას შეოგროვებია რაღაც დიდი ქონება და მე და ჩემ ძმას დაგვიტავა ანდერძით თიკა მილიონერი არა მილიონერი არ გაქვთ მაგრამ საკმაოდ დიდი თანხა დაგვიტავა ვაიმე თიკუნა ვაიმე თიკა ეს ხარ ძალიან ლამაზი ესე იგი თიკუნა მომისმინე დღეიდან ლიფტში ევროები უნდა ჩაყარო ვაიმე გაოგნებული ვარ აი ვერც ვიჯარო პროდექტი რაღაც მოხდა ანა და გუშინ საყურები ვნახე იმის ყიდვასაც ხო შეძლებს თიკა დათა სურათები იყიდე რა იცი როგორ გაეხარდება ხო თიგუნა ხო ახლა აქამდე შენ რას შეწდებოდი დათოს ნახატებს ხო და ახლა უკვე შეგიძლია თავისუფლება მიცე რომ 1-2 ნამუშევარი იყიდო დიდი დათოსი არა კარგი ახლა ირაკლი ნუ აბნევთ გოგოს შენ თიკა ამათ მოვხურებ თიკა ზებრა იყიდე თიკა კეთება ზებრა რა თუნდა ახლა ზებრა რა ვიცი მდიდრებს ხო ყავ ზებრები კეთება ჰა ზებრა რის ზებრა მაცადეთ მე მგონი მეცენატობა უნდა დაიწყოს აი მე კაი რა თქმა უნდა ახლა ყველა დიდი მილიონერი ცნობილი მილიონერი ასე იქცეოდა ხოლმე ხო მე გითხრა მე გეტყვი ახლა მომისმინე როგორ მოიქცე ნახე უნდა ნახო ვინმე უსახკარო ნუ მე მოგაძებლინებ ძალიან ადვილად უსახკაროს პრობლემა არ არის ხო და მე უნდა უყიდო ბინა თიკუნა ოღონდ ძალიან გთხოვ რა დამთავრებული და დასრულებული ბინა უყიდე იმიტომ რომ შენებარე უკვე აქვს და მე ას მიყიდი შენ სანდრო შენ იყიდი ჟელიბონებს სანდრო კაიგა საუბრობ მე ჟელიბონები უნდა მიყიდო ой სანდრო რა კარგია აჰა ეს ხო ძალიან მაგარია თიკუნა სანდროს უყიდე ჟელიბონი და სალომეს უყიდე სანდრო მე გეთქვა და ყველა ბედნიერი ვიქნებით არა ისე თიკა ეხლა ეს ისეთი ამბავია უნდა აღნიშნო ერთი კაი კეიფი მივცეთ ირაკლი შენ უგეშინია მე არ შეგაწუხებ სუფრას მე დავგეგა თიკა სუფრას თუ ეს დაგიგეგმა შეიძლება არც ეყოს შენი ქონება აი ზარაკენი ხაი ხუმრა თიკა
პატარა სახინკლე მაინც მიცეთ, ა? ლაშიკო, შენ მე მითხარი, სახინკლეში დაგპატიჟო თუ სახინკლე გიყიდო? კარგით. ნუ შეაწუხეთ ბარონესა ფონტიკა. ვიც, ხატები. თიგუნა, დღეს საღამოს მოგო ჩემთან გოგი როა, ჩემი მაგას. იმის გოგო ხათუნა. ხო და თუ თქვენ გვიკადრებთ ბატონო თიგა და მოვტარა რატო? ესე მცირე ნადიმი გაიმართება ჩემს სამოთახიან სასახლეში. გვერდითი საგრაფოდან ღლონტებით შემოგვიერთდება. მე საღამოს მასხარაც დაბრუნდება პედსაბჭოდან. ხო და ჩვენ ნადიმს 1-2-ად გაახალისებს. ძალიან გთხოვთ მობძანდით თქვენო უდიდებულესობა. არა, ჯერ არ მოსულა, მაგრამ მალე მოვა, მარიკუნა. ხალხო, ერთი რამე მინდა გთხოვოთ რა, თქვენ შემოგეძებთ, ძალიან გთხოვთ რა. მოვა ახლა სადაც არის გოგის გოგო, ხათუნა და ნუ გამიგიშებთ. კაი. ძალიან გთხოვთ, ისეთი მორიდებული გოგოა, უსიტყვო, ზედმეტად ხვალს ვერ ამოაღებინებ და ახლა თქვენ რო იცით ხოლმე ისეთებს ნუ დაიწყებთ და ვიღაცას რო დაინახავთ, ნუ გადაირევით. საერთოდ არა მოგიოხო ასილა რა. ვაიმე, სანდრო, მე შენ არ გეუნები ამას. იციან იმათ ეს ვისაც ეხება. არა თამარ გესმის შენ რაიმე განებე რა თავი ქეთურა ეს ირაკლი რა პროფესიისაა ხათუნა? ახლა ანანო ასე არ ვიცი დიპლომში რა უწერია, მაგრამ ამერიკაში სწავლობდა რაღაც მედია მენეჯმენტზე. აუ, ეხლა დაიწყებს მე ამერიკაში ვსწავლობდი. ხილი გათავებულდა, ჩავალ ამოვიტან, ხო? რაიმე იყავ მარიკა, მე ჩავალ და მე ამოვიდა. კარგი გოგო ხარ, მოცადე ფულს მოგხდი. არა, მარიკა არ მინდა, ამ ბოლო დროს უფულოდ ვყიდულობ ხოლმე მაღაზიაში რაღაცებს. ის ოჯახში ჩენ შეხვალ აშენ. არ გინდა ჩასვლა, არა, მოდი. რა არის, ვერ გავიგე ამ ხელა გოგო, ჭრელო პეპელა არ მინდა რა, მიდი. შენთვის ვამბობ, თამარ, ყველა ჩახვალ. მარიკუნა დაგავიწყდა, არ უყვარს ხათუნას, ხილი, არ უყვარს. ლაშიკო, მაგას რაც უყვარს, ის გამომიგზავნა მამამისმა 20 ლიტრიანი. ხო, მაგრამ იგი და 5 ლიტრა დარჩა არ დაგავიწყდეს. მოიც არ გვეყოფა? ორმა დავლიეთ 15 და ჰა? ო, რაი, ამოიღე კაცო ხმა? დათუნა. ჰე! დავიღუპე ირაკლი რა. რა? გამოგიშვე სკოლიდან? არა, დამტოვეს, მაგრამ ნეტა გამოვეშვა. გამისკეთ არაგული რა და რასაკით შემოხვედი რა. დათუნა მოიცადე დათუნა იცი ახალი ამბავი დათუნა რა ხალებო? გაგიდე რა მომიხდე? კარგი. არაფერი დათუნა მშვიდობა თიკას ბაბუის ძმა მქონება დაუტოვა ანდერძით ნაბა და თიკა შეგვპირდა რა თქვენს გიყიდით საჩუქრებს. აბა. ვაიმე, მარიკა. უთხარად იკასა, მეც ვიყიდო სკოლა. კარგი დათო რა, აი რა სკოლა. ნებისმიერ. ოღონდ მარიკა მასწავლებლის დირექტორის საწოლ ნაწილიც გამგეც დარაჯის მე უნდა ვიყო. რა? ჰა? კუდი. მოვა ახლა ის ხათუნა გოგის გოგო მოვა. გოგის გოგო? ხო, მიდი ცოტა წესიერად ჩაიცი რაღაცა და ენახე რა. ეხლა მაინდა მიჯეროს უთხარი. მოვა ახლა გოგის გოგო მიდი. გოგის გოგო. ხო, გოგის გოგო მოვა. რა გოგინი გოგის გოგო. მაიმუნი ხარ. მომდალდით ბარონესა ფონტიკა. აიო. გიმოცა თიკა უკვე მდიდარ. დათო მეც უკვე მდიდარ მეგონა, მაგრამ ვაიმე, მაგრამ თიკა აბა რაღაცებს რა შეგვპირდი? აუ თამარ. ანდერჩი ყოფილა დაწერილი, რომ ქონების გამოყენების უფლება მაქვს მხოლოდ გათხოვების შემდეგ. მანამდე არა. ქეთევან, ლაშა გადამალე. ლაშა
ლაშიკო, შენ ქონება ხომ არ გაინტერესებდა მე როცოლად მომიყვანე, შემოკუსკუსა. არა. ნუ ეხლა სახლში ბრილიანტი კი ყავს, მაგრამ მე არ მაინტერესებს. დიახ, ღონტები მართლაც რომ ბრილიანტები ვართ. დიახ. ხოდა თიკა ახლა უნდა გათხოვდეს, სხვა გზა არა. ვაიმე მარიკა, ეგ რო ეგეთი ადვილი იყოს. არა თამარ. ვაიმე ახლა შენ არ ვიცი რა. თიკა მომისმინე. ახლა განა რამე, მაგრამ რა არის, იცი? რამინის ყავს არაჩვეულებრივი ძმა, კორნელი. კორნელი. იმ კვირაში მივდივარ დასავლეთში და წამომყევი. შეგახედო. კარგი ხო. რა იყო თიკა, ახლა ხო იცი რომ მე შენთვის კარგი მემეტება, იცი რა კარგი ოჯახია, ძალიან ისეთი მდიდარი და კარგით რა დროს რამინა და კორნელა მე გეტყვით რა რაც უნდა ვქნათ. ჩემთან მოაწერე ხელი. ფულს რო აიგებ მე გავშორდეთ. სანდრო. მაიმე თამარ, რა მაინტერესებს იცი? აბა. არიღლება მაგის. არა, არიღლება. მე? არა მე. სანდრო, კარგი და სიცვლელების ლაპარაკის დროა ხა. რა მოგივიდა ეს ბიჭი კიდე სადაა? დადექი. შეხედეთ ხალხო, შეხედეთ. ჩემ დათუჩას შეხედეთ, თამარ, შენ შეხედე. ნახე რა ბიჭია, ჰა? რა ვიფიქრე იცი თამარში? ჰა? ქეთევა. ხო. დათომ და თიკამ რომ მოაწერონ ხელი. ჰა? ჰა? ირაკლი. ხო. აბა გუგის გუგო. მომიწონება. მოვიდა. ახლა ძალიან თუ რა მორჩით მაიმინობას და უაზროს უნდაოს ვიღა მიგიჟეთ. არა, ხო. გოგოს გავუღეთ. გამარჯობა. როგორ გამოსულხარ ხათუნა ნახე ირაკლი მამას როგორ აბა აი რო უყურებ აი გოგია რა რა ვიცი, აბა არა, კოპიო ესმა, როგორ ახარ? შენ როგორ ხარ? შენ ხათუნა როგორ ახარ? ეს არის ლაშა, ეს არის დათო, ეს არის სანდრო, ეს არის თიკა და აი ის არის ანანო. მარიკა, როდის ელოდები? რა ვიცი, დღე-დღეზე ველოდები. შერაშვები, როგორ მოიარე ამერიკა? რა ვიცი, ნორმალურად თავიდან ჩავფრინდი ნიუ-იორკში, 1-2 დღე დავყავი, შესანიშნავი ქალაქია. უზარმაზარი შენობები, უამრავი ხალხი, აქედან მქონდა წაღებული ქართული ჭადის ფქვილი და ტყემალი და იქაურ ქართველებს ურიგებდი, 1-2 დღე გავჩერდი. მერე გადავფრინდი ოჰაიოში, კოლუმბუსის აეროპორტი. არაფერია რა, მაინც და მაინც განსაკუთრებული ჩვენი 1000 ჯერ ჯობია. იქ დამხვდნენ მოკლედ ჩემი მეგობრები, სასტუმრო, დათვალიერება, გართობა, მაგრამ მარიკა სიცივე, ნუ მეტი რა გითხარ. მეჯიბრები. კი ბატონო, ლაშა! დავლიოთ ირაკლი. მიაქციე რა ყურადღება შენ წავს. დავლიოთ თმალმელი მოვიტანო ღვინო. რა უნდა მოიტანო? ქეთევა. ბატონო. მიხედე შენ გვარს მიაქციე ყურადღება. წამოდი ლაშიკო, წამოდი. შენ ჭკვიანი გოგო. და რა მაინტერესებს იცი? დოუ ჯონსი გაუფასურდა? ირაკლი, ვიცოდი რომ დაგაინტერესებდა, არა, ზუსტად ვიცოდი რომ უკვე ვიკითხე, სანამ აქ მოვიდოდი. დათო, ეს დოუ ჯონსი რა არის? დოუ ჯონსი არის? სანდრო კაცობა. კაცობა არ გაიარა ამერიკაში. ათუნა მაპატია რა ერთი ხალე ათო არ მოგაქვთ არაფერი. რაღაცა მოიტანე. კარგი გაირაკლი რა, რატომ დოუ ჯონსია? აბა გუგის გუგო. ხათუნა, შენ
ნიუ-იორკში სწავლობდით ოჰაიოში სწავლობდით. ხო, ჩვენს ყავს ახლობლები მილანში. ეს ანა სათხარ ანა როცა სალაპარაკოა მაშინ ხარ ჩუბა და როცა არა ბეკეკა და ჟირაფი და ხათუნა აი ეს არის ანანო ხათუნას უნდა დაწყება მუშაობა ტელევიზიაში ხო ძალიან მინდა აი გოცნებო მთელი ცხოვრება ბავშვობა ნამეხმარებდი რაღაც ყოს ახლა მე შენ აგიხსნი რა რა გადაცემა მეკყავს შენ მე ცხოველებზე მიმყავს გადაცემა იცი მოყავს ხოლმე სტუმრები უსახლკარო ცხოველებიც მოყავს მე მომისმინე ხათუნა ჩვენი ადრე მე და თამარ ვყავდა პატარა თუთი ძალიან საყვარელი ლამაზი რაღაცა კოპცია პატარა ლამაზი სიმწვანე იყო რაღაცა ფრთები ქონდა ლურჯი გახსოვს და მე როგორ არ მახსოვს იუზაბიძიან გვაჩუკა სამი თვე ხავდა მე აღარი გამოვიდა წაიყვანა იუზაბიძიამ იცი რა არის მე მგონი იმიტომ რომ ლაპარაკს არაც დიდი წინაპრებში ვინმე ხლოიკი ხوار ხავდა მაგას გერჩევია ის კითხოს ანათესაოში უცოლო ბიჭი ხო არ ყავს თანაც ორი უცოლო თამარ რა უცოლო რა ორი ბიჭი რა უცოლო თამარ რა ანანო რას დადუმებულ ხარ რა ხარას დადუმებულ მიდი დამიწყე საიწყე კი არა გააგრძე თავიდან არ დაიწყე ძალიან მინდა მთელი ყურადღებით აი მომისმინე და ეხლა მე შენ აგიწე რადგან ტელევიზიაში შენ რო იცოდე როგორ მოცხო ტელევიზიაში აი მე როგორ მინდა აი ხა მომისმინე ესე შენ თუ გინდა ტელევიზიაში მუშაობა უნდა დაიმახსოვრო წამყვანისთვის ერთი მთავარი პრინციპი აი ხა კარგად უსმინე იგი რესპონდენტს რო დაუსვავ კითხვას მე უნდა კარგად მოусმინო და უნდა აცალო ხოლმე პასუხის ბოლომდე გავიგე მე რას მიყურებ ხათუნა ჩაიწერე რა რაც მინდა ჩაწერა დავიმახსოვ აი ერთგელას იქნება დაიწყებ მუშაობას ტელევიზიაში აი მე როგორ ხო აი ეს პრინციპები დაგავიწყდება და მე გაგახსენდები მე რა არის იცი რა მაინტერესებს და რო არ მივიღონ ანუ მივიღონ და მე რო გამომიშვა რა უნდა აი მე მიმიშვა ხარ მე ყველაფერს ხატნა მე ხარ ყველაფერს ძალიან კარგად გეტყვი თავარია რა პრობლემაა ხატნა პრობლემა კარაფერი თავარია ხატნა თავიდან დაიწყო ყველაფერი მიხვალ მე წამოხვალ მე ისე მიხვალ მე გამოგიშვა მე თუ გამოგიშვა მე შეიძლება წამოხვალ და ესე გაგრძელდა მთელი ცხოვრება აბა ხატნა ეს რას მეჯიბრები რომ მეჯიბრები ხატნა ეხლა მოიცა გამარჯობა ალექსიძე გოგის გოგოვ ხატვარი უცოლო ეული ბიჭი ესე იგი ესა დათო არის მადრიდის რეალივით რა ჭირდება თუ არ ჭირდება ყველაფერი თავისთვის უნდა რა არა მე მქონდა დიდი იშარვალი მე მქონდა დიდი და ვფიქრობდი როგორ გადავაკეთო რომ ჩავიცვალ ერთი როგორ უნდა ჩაიცვას ძალიან მაინტერესებს მოდი ანანიკო შემოდი როგორ ხარ ანანო არა მიშავს ანანო რა მოხდა იქ როგორ გადაწყდა ხათუნას ამბავი ტელევიზიაში აიყვანეს
აიყვანეს რა მაგარი ხარ ანანო რა. აი კოჩა ხანანო, შენი დამსახურებაა ეს და რა გადაცემაში აიყვანეს? ჩართე ტელევიზორი და ნახავ. ვა, გადის უკვე? დიდი ხანია გადის. ვა, მოდი ანანიკო. დაჯექი ერთად უყურო. ვა, რა მაგარია. მე არ უნდა მითხრათ კაცო? ჰა? ჩემი კატა არის საოცრად კულტურული, საოცრად სათნო, საოცრად მოწესრიგებული და რაც ყველაზე მთავარია ამ კატის გარეშე მე ცხოვრება არ შემიძლია. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ამ კატის გარეშე მე ცხოვრება არ შემიძლიაო, ამბობს კატის პატრონი. ჩვენ გავაგზავნებთ დებატებს კატის და ძაღლის პატრონებს შორის. საინტერესოა რა სიტყვის ძაღლის პატრონი, თქვენ გაქვთ მხოლოდ 1 წუთი იმისთვის, რომ თქვენი მოსაზრება დააფიქსიროთ ისმენ. გეტყვით თუ მაცლით და დავამთავრებინოთ პასუხის გაცემას. იცით რა, 9 წუთი გრჩებათ, შეგიძლიათ 9 წუთი ჩამოვარდნოთ. განაცეზე გამაწყვეტინეთ თან. ნახე რა ჩაუტარა, 9 წუთი გრჩებ. მაგარია რა. მაგარია გოგის გოგო ხათუნა. მაგარია ხო? ძალიან მაგარია ხო. და ყავდეს შენი გოგი. ანანო, რა მოგივიდა? ეხლა შენ დამირეკე და მითხარი ტელევიზიაში მინდა უმუშაობის დაწყებაო. მე შეგახვედრებ ხათუნას, მე ის დაგაკვალიანებს. მე შენ წაიყვანი იმ გადაცემას. მე ხათუნა დამირეკავს ან გოგი დამირეკავს ან ესმა რა ვიცი მე დამირეკავს. მე შენ შეგახვედრებ შენ და აკვალიანეთ ას ერთმანეთი და იყავ. კაი რა ირაკლი რა. რაო, კატა და ძაღლიო?